ბატონ გივი, ბავშვობაში ხშირად დადიოდით აქ? ნუ ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ლამაზი მოგონებაა. ხანდახან ვეპარებოდით პრობლემებს, მოდიოდით აქეთ, რომ ვენახავთ ჩვენი არსენა ასაკეთებდა. გივი მელაძის მიერ ნახსენები არსენა ოძელაშვილია, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც ხალხური ლექსის მიხედვით მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. კაცბში ეს გამოქვაბულები სწორედ მის სახელს ატარებენ. ამან ხალხმა დაენჭა არსენას გამოქვაბულების სახელი. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ არსენამ გამოჭა ეს გამოქვაბულია და გივი მელაძე გვიყვება, რომ გამოქვაბულები არსენას სახელს ხალხური ლექსის გამო დაუკავშირეს. ლექსის მიხედვით არსენამ ფული კასპში ერთ დიდ ქვაში დამალა. კასპში ლეგენდა იმის შესახებაც არსებობს, თუ ვინ აიღო გამოქვაბულებიდან არსენას დატოვებული თანხა. ამავდროულად არის კასპში ლეგენდა ასეთი, რომ არსენას 700 თუმანი ეძახიან ფეხშველაანთ ეძახდნენ, ასეთი ოჯახი იყო. თითქოს და მათ იპოვეს ის 700 თუმანი. ესე იგი უკვე აზრი არ აქვს შესვლას, ხო? ის ფული ნაპოვნია. ის ფული ნაპოვნია ჩვენთვის აღარ აქვს, იმიტომ რომ მე ბავშვობაში ძალიან ხშირად დავძრებოდი აქ და ვიცი რომ ვერ ვიპოვე ესად ვერაფერი და ახლა თუ თქვენ იპოვეთ სამშვიდობისა. არსენას გამოქვაბულები სავარაუდოდ ქრისტეშობამდე უკვე არსებობდა. მათი ზუსტი ასაკი და დანიშნულება უცნობია, რადგან ეს ტერიტორია სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ. გამოქვაბულები ქალაქ კასპიდან დაახლოებით 15 წუთის სავალ გზაზეა და იქ მისვლა ფეხით ან მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. არც ის რთულია თავად გამოქვაბულში შესვლაც. დატოვე კამერა და რო ახვალ მოგცემ. აი მარჯვენა მხარეს აქ რო შევალთ თუ არა არის საწოლი გაკეთებული გამოჭრილი. ესა იცით ისეთი მასალაა ეს თქვა რომ ამისი ჭრა ძალიან არ არის რთული, სირთულეს არ წარმოადგენს. რა მასალა? ხო, იფხნება. ხო, თიხანარევი ქანებია და შეიძლება რომ გამოჭრა მარტივად კაცნი. არსენას პირველი გამოქვაბულიდან მეორესთან გადავინაცვლეთ. ამ შემთხვევაში მას ერთი დიდი შესასვლელი და ფანჯრების მსგავსი რამდენიმე ღიობი აქვს. ეხა აქ გვინდოდა შესვლა, მაგრამ მე გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ აი ბატონმა გივი მაჩვენა, რომ საკმაოდ დაბზარული არის კედლები და ზედანაწილი. გაჩვენებთ თქვენს და საკმაოდ მაინც სახიფათოა თუ არ დაფიქსირდა ის ნაწილები. აქ შესვლა. ეხლა ამას უკაცრავად ჩაგერთებით არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი ამას რომ როდის რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს ტექნოლოგიები ისეა განვითარებული რომ შეიძლება ძალიან მარტივად აქ შეშვებული იქნეს სპეციალური სითხე, რომელიც წებოვანი სითხეა და ორ ბზარშუა იშვება და იძლევა ეფექტს როგორც შედუღებისა და იმის გაკეთება შეიძლება რაღაცა დაზღვეული ვიყოთ და ხო, აი ხა ეს ნაწილი მაგალითად საკმაოდ დაზიანებულია, შეიძლება გადმოვარდეს. ხო, ეს უკვე სპეციალისტების გასაკეთებელი და გადასაწყვეტია. ამის მიუხედავად იმედის დილის ოპერატორმა გიორგი როსტიაშვილმა გამოქვაბულში შესვლა მაინც გადაწყვიტა. აი აქ ასვლა თუ გინდათ, ესე უნდა აძურეთ, მაგრამ მე არ გირჩევთ. მოგცე კამერა? ხო. ასე რომ შეგიძლიათ კლდეში საუკუნეების წინ გამოკვეთილი ნასახლარი შიგნიდანაც დაათვალიეროთ. არსენას გამოქვაბულები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გივი მელაძე გვეუბნება, რომ როგორც მის ბავშვობაში, ახლაც ეს მღვიმეები ადგილობრივი ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთი ადგილია. აქ ვისმენთ ამბავს იმის შესახებ, რომ კასპის მუნიციპალიტეტში მსგავსი არაერთი გამოქვაბულია და ყველა მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე გვენახა და გეზი თეძამის ხეობისკენ ავიღეთ. გზავრობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ხრეშიან და ტალახიან გზაზე გავლა მაღალი გამავლობის ავტომობილითაც გაგვიჭირდა. შემდეგ ქვაბულამდე მისასვლელად დაახლოებით 40 წუთი და ხეობაში მდინარის რამდენიმეჯერ გადაკვეთა დაგვჭირდა. საბოლოოდ განსაცავამდეც მივედით. როგორც ლეგენდებიდან მოდის ჩვენამდე, ეს არის განსაცავი, სადაც იხიზნებოდა შემოშევების დროს საქართველოს განძევლობა
და დასული იყო, იმიტომ რომ ხედავთ თქვენ როგორი მიუდგომელი ადგილია, მან შეუძლებელია ბრძოლით და იერიშით შეხვიდე, ამიტომაც ასეთი გადმოცემა რომ აქ იხსნებოდა შემდგომ მშვიდობიანობის პერიოდში ბრუნდებოდა ისევ განძი თავის ადგილას. ამ ხეობაში გამოქვაბულებისა თუ ციხეების სანახავად მათ შესახებ ლეგენდებისა და ნამდვილი ამბების მოსასმენად რამდენიმე დღე დაგჭირდებათ. აქ მოგიყვებიან ამბავს თამარის აკვანზე და ქაჯეთის ციხეზე. გაჩვენებენ გიორგი სააკაძის ვაჟის პაატას საფლავს. თუმცა თეძამის ხეობაში ზამთარი მკაცრია და ციხეებამდე თუ გამოქვაბულებამდე მისასვლელი გზაც ნელ-ნელა რთულდება. ამიტომ დღეს ყველაფრის დათვალიერება ვერ შევძელით. თუმცა მასპინძლისგან პირობა მივიღეთ, რომ როგორც კი დათბება თოვლი დადნება და გზა უკეთ სავალი იქნება, რკონის ხეობის ყველა მღვიმესა და ციხეს დაგვათვალიერებინებენ.